გავაგრძელოთ მელანქოლიკზე. რა გინდა მელანქოლიკი? თვისებებს ჩამოგითვლი. მიდი, სენსიტიურია. აჰა. ღრმა ფიქრებისკენ მიდრეკილია. აჰა, დეპრესიისკენაც. დიახ. აქვე აღნიშნავ რა უცბად დოსტოევსკის იდიოტი რო დავიკითხე. მე მეთქი მელანქოლიკი ვარ თქო და რაღაცა ვითომ მაგარი ტიპი ვარ მელანქოლიკი ვარ თქო. იდიოტი მელანქოლიკი გონია? არა, მე ჩემ თავზე ვთქვი თქო. ოკეი, კაი, მეთქი ის ტიპი გეგონა. დედა ანუ ეგრევე საწინააღმდეგოს რომ მტკიცებ ხოლმე ესე მარდება კლანჭები. გოგო მე ხო იცი. ხო. ჩემ პიროვნული კოლერიკისგან გაქვს ხოლმე. ხო. კარგი, შემდეგს ვიტყვი, ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვს თქო. კარგად სწავლობს ამის მიუხედავად, იმიტომ რომ ალბათ სწავლა და შემეცნება მოსწონს. მაგრამ მაშინ როცა მხარდაჭერას გრძნობს მეთქი თან ეგ არ არის დამოკიდებული ჩემი პირადი მოსაზრებით და სხვადასხვა კვლევებს ვერ მოგიტან, მაგრამ სახელები არ მახსოვს რა, მაგრამ ანუ ერთმანეთთან კავშირში არ არის ეს რა ქვია ტემპერამენტი და კარგად სწავლა. არა, მაგაზე არ მქონდა გამახვილებული ყურადღება. უბრალოდ მელანქოლიკი კარგად სწავლობს იმ შემთხვევაში, როცა მხარდაჭერას გრძნობს. ოკეი, კი. ხო. და ხშირად წახალისება და მხარდაჭერა სჭირდება თქო კიდევ ერთხელ მქონდა მე. თორე ალბათ ესე ისევ ჭრდილში მივარდება. როგორ უნდა იმუშაოს? ანუ ნახე. როგორ უნდა იმუშაოს? არანაირი სხვაობა არ არის მაგაში რა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ბავშვი. რანაირიც გინდა იყოს, მაინც ჭირდება ყველას ინდივიდუალური მიდგომა. კი ბატონო, უბრალოდ რა რჩევას მივცემდით ასეთი ბავშვებთან სამუშაოდ მასწავლებელს. ხო, წეგან რასაც ვამბობდით, რადგან ესენი მელანქოლიკები არიან შედარებით უფრო ჩაკეტილები, თვითშეფასება დაბალი. ხო, ჩაკეტილი რაღაცნაირი სიტყვა. უნდა შეამჩნიოს პირველ რიგში მასწავლებელმა და შემდეგ უკვე უნდა რაღაცნაირად მხარდაჭერა გამოხატოს. რომ ალაპარაკოს, გამოიყვანოს დაფასთან, რა რთული იქნება მისთვის. აღიქმება ცოტა სხვანაირად რა ჩვენში რომ აი რაღაცა ფილოსოფიურ თემებზე ფიქრობს. ამ დროს შეიძლება რაც შენ თქვი დეპრესიისკენ მიდრეკილი ხალხა ბავშვზე. ხო, ან მაგალითად მასწავლებელმა სხვას გახედა და ამ დროს შეიძლება იფიქროს ბავშვმა რომ აი მე ყურადღებას არ მაქცევს რა, თუ მელანქოლიკია. ანუ რაღაცები წარმოდგენები კონდეს ცოტა განსხვავებული. კი ბატონო, და მასწავლებელმა როგორ უნდა შენიშნოს, რომ ესეთია ბავშვი და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩართოს დაფასთან რომ გამოიყვანს, არაკომფორტულად არ იგრძნოს თავი. წარმოიდგინე, რა რთული იქნება ესეთი ბავშვისთვის გასვლა ყველას წინაშე, აუდიტორიის წინაშე გამოჩენა. არ უნდა გაიყვანოს მერე დაფასთან. თუ ხედავს რომ დისკომფორტი ექნება ბავშვს, არ არის აუცილებელი რომ გაიყვანოს მაინც დაფასთან, შეიძლება ადგილიდან უპასუხოს. ხო, ან შეიძლება სხვა როლი მისცეს იმაში რა, თუნდაც ჯგუფური მუშაობა როცა თუ სანგვინიკს აძლევს ლიდერის როლს, ან εμას რა ქვია, ფლეგმატიკს, კი არა და კოლერიკს. ამას მაინც ლიდერის როლს ნუ მისცემს. ნუ დააძალებს, ორი შეიძლება გამოთქვას სურვილი რა იცი. ხო, ნუ თვითონ თუ სურვილი აქვს, მაშინ კი ბატონო. რადგან სწავლა იწყება, ჩამოვთვლი ახლა და ჩავუღრმავდეთ ამ ყველას. როგორ მოვამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის? პირველი დასასრულნები ხო მიდი. გინდოდა რაღაცა. არა, მიდი ჯერ შენ თქვი. აგერ ჩემი შვილი სკოლაში მიდის და დაახლოებით როგორ შევამზადე გეტყვი. და პირველი რაც მეწერა ეგ იყო რა, რუტინის მომზადება თქო. რუტინის. და მე რო გადავხედე რაღაცებს, თაც ეწერა რომ 1-2 კვირით ადრე მაინცო პატარა რუტინა ჩამოუყალიბეთო რა, იმ დროს აი ადრე რო ადგეს. რომ მე არ გაუჭირდეს უშუალოდ სკოლის პირველ დღეს არ გაუჭირდეს ადრე ადგომა. საუზმის წესი ჩამოაყალიბეთო, ჩანთი შალაგება და ასე შემდეგ. პირადი ჰიგიენა. რაც ჩვენ გვაქვს, აგერ მე ჩამოუწერე ცრილი გაუკეთე და ელისზე კარგად მუშაობს. და როცა ეს რუტინა აქვს, რაც თქვი შენთანაც და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ბავშვი უფრო ემოციურად სტაბილურად და მშვიდად გრძნობს თავს, რაღაცნაირად და მშობელიც ასევე მშვიდად გრძნობს თავს. და თითქოს რაღაცით უკვე მზად არის იმისთვის, რომ სკოლა დაიწყოს. თუ ეგ ცევები აქვს, რომ შეუძლია უკვე ადრე დაიძინოს, ადრე ადგეს სკოლისთვის,
მაგ ნაწილში მზად არის, მიაჩვევ, მაგ შემთხვევაში ვეთანხმები კარგია რუტინა. ვისაც არ აქვს ეს ჩვევები მზად, კარგი იქნება, რომ აი ეს ერთი კვირით ადრე, ორი კვირით ადრე უკვე დაიწყოს. ერთი კვირა არ იქნება საკმარისი, ხო. უბრალოდ ერთი კვირა დარჩენილი და მაგითო თქვი. ერთი კვირაც არა უშავს ხალხს, რა. ხო. ამაში ვეთანხმები ესე იგი. კი, მაგაში კი. პირველი რასაც ხვდები თხოლმე ჩვენთან და ყველა სკოლაში ეგრეა რა, გინდა სკოლაში, გინდა ბაღში სადაც არ უნდა მიყავდეს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც ეხლა დგას არის მიჯაჭვულობა. ოკეი. შობლისა და შოლის მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ ჩვენ ტემპერამენტში ხა მაინც ისინი ვართ რა, სამხრეთელი ხალხი ვართ. ძალიან დგას და მით უმეტეს, ქართულობაც არის მანდ რაღაცა კავშირში. ჭარბებით უზრუნავთ, გონია რომ უზრუნავთ ბავშვებზე და სულ ვცდილობთ, რომ რაღაცა ჩვენ გვერდით იყოს, რაღაცა თუ ჭირდება, ჩვენ გავაკეთოთ იმის მაგივრად. ან არ ვიცი, ძიძამ გააკეთოს, რომელმა გააკეთოს, ბებიამ გააკეთოს, ვიღაცამ გააკეთოს, აღარ ბავშვმა არ გააკეთოს რა. ძალიან ცუდია ეგ. ერთი, იმიტომ რომ დამოუკიდებლობას არ ვაჩვევთ მაგით ბავშვს და მაგის შემზადება უკვე უნდა დაიწყოს ჯერ კიდე ბაღიდან. ზუსტად ეგ მანდ მინდოდა მეთქვა რომ ანუ ვინც სკოლაში მიდის, იმას ხო ბაღი გავლილი აქვს ასე თუ ისე უმრავლესობას მაინც. აი ელის შემთხვევაში ხა მე და ჩემი მეუღლე ვლაპარაკობდით რომ ბაღში რადგან იარა და ეს დამოუკიდებელი ჩვევები შეიძინა და ეს რაღაცა სოფლის გარეშე ძლებდა საათები ხა დღე არა 9-დან თუ 10-დან 5 საათამდე ხო ძლებდა და არ კითხულობდა ესე იგი ეს სოფლის გარეშე გაძლება შეუძლია მიჯაჭვულობა იმდენად აღარ ექნება დამოუკიდებელი ჩვევები ექნება და კიდე ბევრი სხვა ჩვევაც ხო და ამ ბავშვებსაც ხო აქვს ეს ბაღი გავლილი თქო და რატო არის მაინც ეს პრობლემა რომ მიჯაჭვულობა ყალიბდება მშობელსა და შვილს შორის იმიტომ რომ მხოლოდ ბაღში მიყვანა არ განსაზღვრავს მაგას რა ანუ აი წეღანას მაგრამ ბევრ რამესაც განსაზღვრავს ანუ ბევრ რამესაც უწყობს ხელს მე სკოლის მაგრამ აი ნახე წეღანასაც ამბობდი რომ რა ქვია იმას ჩარჩოები კი არა რაღაცას რას ამბობდი რუტინაზე ხო რაღაცა რუტინა უნდა გქონდესო ბავშვს თუ არ აქვს ეგ რასაც შენ რუტინას ეძახი რა რასაც თვითონ აკეთებს და რაც მისი მოვალეობაა რა დამოუკიდებელი ჩვევები ხო აი თუნდაც თავისი სათამაშოების მილაგება ხო ან რაღაცა არ გასავსი რო შეჭამს თეთრში წაიღოს და ჩადოს იმაში ნიჟარაში ანუ ეგეთი მცირე თვისებები უნდა გამოუმუშავო უკვე მაგასაკში რა იმის გამო რომ მე სკოლაში რომ მივა იქ არ იყოს რომ აი მე ყველაფერი ახალია რაღაცებს ისეთ თხოვენ რაც მე აქამდე არ გამიკეთებია დედასთან რო ვიყავი იქ დედა აკეთებდა ყველაფერს და უფრო კომფორტული იყო ვაუ ხო ალბათ იქნებიან ისეთი ბავშვები და ესე იგი ეხლა კი გვიანია მაგრამ ეხლაც რო იფიქრო მშობლებმა აი იქნება და ნახე მან ეგ იწოს მე იმას რომ მაშინ თუ განსაკუთრებით ბაღი თუ არ აქვს გავლილი პირველ კლასში როცა მედიან ბავშვები მიწყება ტირილი დედა მინდა ეს მინდა წასვლა მინდა სკოლიდან საუბრები სკოლაზე თქო და პოზიტიური საუბრები მეწერა და ჯერ სხვა რამეს ვიტყვი აი ელი ბაღში რომ იმყავდა წინასწარ გავიარეთ ბაღში დავათვალიერეთ ბაღი გავიცანით მასწავლებელი ანუ გავაცანი გარემო და ველაპარაკებოდი კარგ რამებს რომ იქ აი რაღაცა კარგი რაღაცებს ისწავლი ბევრ ბავშვს გაიცნობ მეგობრები გეყოლება იცეკოთ ითამაშებთ მოკლედ რა ესეთ რაღაცებს ვეუბნეოდი და შეგუება იყო რთული პროცესი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბაღი პირველი ეტაპია სკოლამდე მithut და იყო რთული მაგრამ რაღაცნაირად შემზადებული იყო მაინც რაღაც დონეზე ხო და სკოლაზეც იგივეა. ველაპარაკებით სკოლაზე, გავიარეთ, ვაჩვენეთ სკოლაში შევედით, მასწავლებელს ჯერ არ იცნობს ალბათ ეგ დროს მოვა. ჩვენ პრაქტიკაც გვაქვს, რომ მარტო მასწავლებელს კი არა, სამ სწავლა დაიწყება, გვაქვს ეგეთი 1 თუ 2 დღე გვაქვს რა, როცა იაკარის დღე თუ რაღაცა. დაახლოებით ხო, ანუ თავისი მომავალი ჯგუფელები თუ ასეულები აი ეგ ძალიან კაია და საჯარო სკოლებს არ აქვს ბავშვი კერძო სკოლაში არის და საჯაროს არ აქვს, იმიტომ რომ აგერ 4 შაბათს ვარ დაფარებული ბავშვის გარეშე. ბავშვის გარეშე? ხო და ხონდა იცოდეს ვისთან მიდის, რაღაცნაირად წინა პერიოდი მოსამზადებელი კაი იქნება და სკოლას არ აქვს და სხვა სკოლას. არ ვიცი.
და პოზიტიურ საუბრებში კიდე იმას გულისხმობდი, რომ შენი გამოცდილება, საკუთარი გამოცდილება შეგიძლია მოუყვე, რომ აი მე რო სკოლაში დავდიოდი, რა ხდებოდა კარგად, რომ ბევრი მეგობარი შეიძინეს, აუკეთესო დაქალი იქ გაიჩინე, სპორტის გაკეთილი როგორ გიყვარდა, ქართულში როგორ ლამაზ თემებს წერთ, რა ვიცი კიდე. მათ ეს კარგი გამოცდილება. გადაჭარბება მანდაც არ უნდა მოგვივიდეს რა, იმიტომ რომ ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც მარტო გასართობად დადის რა. არა, ხო, გასართობად არა. მაგრამ კარგი რაღაცები რომ მოუყვეთ ხოლმე, არ იქნება კარგი, რომ არ იქნება კი არა, კარგი იქნება. და წარმოიდგინეთ, უნდა უთხრათ, რომ იქ სწავლას დაიწყებ, იქ აღუწერო რა პროცესი, რომ იქ მეხთა უნდა იჯდე მასწავლებელს, უსმინო ყველა დეტალი გაცნო წინასწარ. კი ბატონო. შეიძლება შემდეგი თუ გაგახსენდა შენ რაც გინდა და თუ გამახსენდა. დამოუკიდებელ შრომებზე რო საუბრობდით, ეგეც ცალკე მქონდა გამოყოფილი, რომ თავის ჩანთის ჩალაგება რო ისწავლოს, იგივე პირადი ჰიგიენა რაღაცნაირად. პირადი ჰიგიენა შეიძლება ცოტა გაუჭირდეს და მოხმარება დაჭირდეს, მაგრამ ხო, დამოუკიდებელ შრომებზე კიდე მქონდა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდება თქო და იცი რა მქონდა კიდევ რაც ბაღში კიდე ელი ვერ მიეჩვია, არ ვიცი სხვა ბავშვები როგორ არიან და სკოლაში უფრო ეჩვევიან თქო, ესე მგონია. თავისი ნივთების გაფრთხილება. რომ რაღაცა არ დარჩეს სკოლაში. რეული იქნება, ფანქარი იქნება თუ ჟაკეტი. რა მნიშვნელობა აქვს. და ამ ყველაფერს თავი მოუყაროს და თუ ამ ყველაფერს ისწავლის დამოუკიდებელ შრომებთან ერთად პასუხისმგებლობასაც გამოიმუშავებს. ხო, ეგ წესით ბაღიდან უნდა დაიწყოს რა. კი. რომ რაღაცა სათამაშოები რაც ჩემი ნივთია და ხო. იმას გაუფრთხილდეს. კაი, მეოთხე რაც არის, გაიარე გზა სკოლამდე, თქო, რომ ნაცნობი გარემო იყოს და შიში შეუმცირდება ამით, თქო. იგივე სკოლაში ვიზიტი. ან საკლასო ოთახის დათვალიერება. კი, იმიტომ რომ ბაღის გზაზეა და ისედაც სკოლაში წავდა როგორც გითხარი. არა, შიგნით, გარედან არა. შიგნითაც წავდა, კი. კი, საბუთები რო შევიტანე, ელი გავიყოლე, რომ ეს კი აბა დაათვალიერე ყველაფერი. შევედით ოთახებში, არ დამიშლი არაფერი, მე ვთხოვები რაცაც რო იქ ბიბლიოთეკაში შეიშვა და ეს. დაათვალიერე. მეხუთეს ვიტყვი. თამაში სკოლობანა თქო. ოჰო. სახლში ხა ესე არ მახსოვს რომ გვითამაშია რომ მე მასწავლებელი ვარ შენ მოსწავლე ხარ, მაგრამ ერთი ბავშვი არ თამაშობს სკოლობანას და მოდი ახლა მე ვისწავლო ჩაგაბარე. ხო, მაგრამ აი საგურამოში ყავდა ელი როგორც იცი ამ თვეების განმავლობაში და იქ ბავშვები თამაშობდნენ ხოლმე, იმიტომ მე მასწავლებელი ვარ, შენ შეგისწორი დავალება, ან ეს დავალება მოგეცი და როგორ გაართმევ თავს. ხო, მან მასწავლებლის როლი ძალიან მოწონთ. მოსწავლის არავის არ მოწონს. კი ბატონო. და ესეც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უბრალოდ გაიაზროს რა ელი სკოლაში. თუ მანამდე წარმოდგენა არ აქვს, ან ვისაც უფროსი და-ძმა ყავს, ასე თუ ისე წარმოდგენა აქვს ამ რაღაც პირველ კლასზე. მაგრამ ვისაც არ ყავს? შენ მაგალითად. ხო. იყო შოკი შენთვის? არ მახსენდება, რომ შოკი ყოფილიყო, არ მახსენდება, რომ ძალიან გამჭირვებოდა, მე ფიქრა, რომ დედა არ მომაკითხავდა, შიში მქონოდა სწავლის, ესეთი რაღაცები არ მახსენდება. ალბათ მეც კარგად ვიყავ შემზადებული. შენ? ან სკოლა გქონდა იქვე. მე რა ვიცი, ჩემი და იქ სწავლობდა, დედა ჩემი მასწავლებელი იყო. სკოლის გარემო ძალიან ნაცნობი იყო, იქვე იყო და ფეხბურთს იქ თამაშობდით და ნუ მოკლედ ძალიან ნაცნობი გარემო იყო რა. ესე იგი არ იყო სტრესი ეს შენთვის? თან ეს იყო ჩვენ ხო იმაში სოფლის სკოლაში ვსწავლობდით და ის ბავშვები ვინც უნდა მივსულიყავით. ნაცნობები ასე თუ ისე ვიცნობდით, ხო. ხო. მეგუსე არის ემოციების მოსმენა რა ელოდე, ანუ ბავშვისგან ემოციებს. რას ელის ზოგადად სკოლისგან? რაიმის შიში ხო არა აქვს? ეს ყველაფერი რო გამოვკითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და ესე ალბათ ელისთვის მიკითხავს, მაგრამ დღეს კიდე ერთხელ ვკითხე რომ აბა რა წარმოდგენა გაქვს, რა გელოდება? რისი გეშინია და იცი რა მითხრა? იმის მეშინია რომ ნულიანი არ მივიღო. ხო და მე დათო მეუბნეოდა რომ ანუ ხო ყველა იფიქრებს რომ ჩვენ ვართ ამ ნიშნებზე ჩასიკლული და ამ ნიშნებზე ველაპარაკებით და მე ვკითხეთ რომ საიდან გაიგო ეს რომ საერთოდ ნიშნებით არის შეფასება. პირველ კლასში არ არის ხო ნიშნები? დაწყებით კლასებში არ არის. და თურმე რაღაც ბაღში გაუგია. მეოთხეშიც არ არის? მე მგონი არ არის, არ ვიცი, მე ესე ვიცი რომ დაწყებით კლასებში არ არის შეფასება. შემდეგი არის დამოუკიდებლობის წახალისება თქო. დამოუკიდებელი ჩვევები რო შემოუყალიბდეს, ამისი წახალისება და აღნიშვნა მშობლის ან შემდეგ უკვე მასწავლებლის მხრიდან. სკოლა ხო არის მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ ბავშვი გადავიდეს შემდეგ უფრო, არ ვიცი, თუ დაწყებით ზრდასრულ ცხოვრებაში. ხო, ან უნივერსიტეტში, ან არ ვიცი, დასრულობისთვის ამზადებს ხო სკოლა.
მაგიტო ამოსავალი წერტილი უნდა გქონდეს იქ, ანუ იქ უნდა იყურებოდე რა, რომ ზრდასრული როცა იქნება, რა უნარები დაჭირდება იმისთვის, რომ ადაპტირდეს საზოგადოებაში და ზოგადად ცხოვრებაში. და თუ იქ იმ ის არის ბოლო წერტილი და იქ იყურები იმას უყურებ, მაშინ აქ გიწევს ისეთი რაღაცები გააკეთო, რაც შეიძლება ამ ეტაპზე ბავშვისთვის სასიამოვნო არ იყოს ფლად, მაგრამ უმუშავებდეს ისეთ უნარს, რაც მერე დაჭირდება. მაგალითად, აი ხარ უცბად რაც მომივიდა თავში, დავალება მისცა მასწავლებელმა და ბავშვმა მოიტანა სახლამდე, რომ იცი ეს მაგ დღეს გასაკეთებელი. და ის კი არა რომ შენ სადღაც ჯგუფში წაიკითხე რომ იქ ჩაგიწერა მასწავლებელმა რომ დავალება აქვს და ის კი არა რომ ვიღაცისგან გაიგე თვითონ ბავშვმა მოიტანა და ეს უნდა აღნიშნო ოი დღეს რა კარგად მოგიტანია როგორ დაიმახსოვრე დღეს ეგ ცუდია თქო რო კარგად დაიმახსოვრე და კარგია რომ ეს პასუხისმგებლობა გაქვს და დამოუკიდებელი ჩვევა აი ამ ხრივ რომ გავუსვათ ხაზი თქო ანუ ბავშვის თვის ეს ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჩვევად ჩამოუყალიბდეს როგორც ჩვენ ამბობ ხშირად იგივე ჩანთის ჩალაგება დღეს როგორ სრულყოფილად ჩაალაგე ჩანთა არც ერთი რვეული არ გამოგრჩა ან რა ვიცი ესეთი ჩვევები აი ამაზე მაქვს საუბარი ამ წვრილმანებზე ხო რაღაცა იმათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას რასაც ასრულებს და ხედავ რომ ისე კარგად ასრულებს რასაც გაუწერა შენ მეთქი რომ ჩანთა უნდა ჩაალაგოს წიგნები არ დარჩეს ან ყველა წიგნი ჩაალაგოს და მართლა ალაგებს უნდა აღნიშნო მე ეგრეა ნამდვილად რომ კარგი ტიპი ხარ. რო ჩაალაგე ეს წიგნები. ქება დიდება არა, რაც ვთქვით. უბრალოდ აღნიშნო იმ კარგი საქციელის, კარგი ქცევის. მაგაზე ესე არ უნდა გადაერიო, რომ ეს სასწაული ხარ შენ, რომ მოახერხე და ჩანთა ჩაალაგე, მაგრამ უთხრა შეაქო რა მაგაზე. ხო. შემდეგი რაც არის, ეს არის სოციალური ვარჯიში თქო. თუნდაც წეღან რაც ახსენე, რიგში დგომა. რო ისწავლოს, სხვისი მოსმენა. გაკვეთილზე ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ბავშვებს ძალიან უჭირთ. ძალიან უჭირთ ეგ რა, ანუ აი არ ვიცი ალბათ 10% ან იქნება, შეიძლება უფრო ნაკლები კიდე რა. ვისაც ეგ არ უჭირთ, ნუ გასაგებია რომ ბავშვები არიან და იმპულსის კონტროლი უჭირთ, იმიტომ რომ შენ სხვა კატეგორიასთან გაქვს მაინც შეხება ესე მგონია რა. არა, რა მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეხა ელის ბაღში მქონია შეხება მე და არც ეგეთი ამბავი არ იყო. როგორ არ უჭერდა? მასწავლებელმა ძალიან კარგად ასწავლა რიგში დგომა და ერთმანეთის მოსმენა. ვიღაცები რა თქმა უნდა გამოირჩევიან, მაგრამ ეგრეც არ არის. ნახე, სწავლობით ჩვენთან ასწავლიან მაგას, მაგრამ მე ვამბობ, როცა მოდიან, მაშინ ხო ეგ უნარი არა აქვს და გიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ მაგამდე მიიყვანო. ჩადექი რიგში. და თუ ისეთი შემთხვევაა, რომ წინა მოსამზადებელი რჩევებისთვის მქონდა ეს, რომ წინასწარ უნდა სკოლამდე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ისეთი რამეები. ხო. პირველი დღის რიტუალი თქო. და ამაში იცი რა მოვიაზრე რომ რაღაცით აი კარგი დღე რო უნდა გამოუვიდეს საზეიმო განწყობა შეუნარჩუნდეს და უბრალოდ საერთოდ გაიღვიძოს ამ საზეიმო განწყობამ თუნდაც ყვავილების ყიდვა იქნება თუნდაც რაიმეთი წახალისება რომ ბავშვს რო უყიდო ყვავილები თუნდაც ან უყიდო რომ მასწავლებელს მიართვას ან საუზმეზე რაღაცა შოკოლადი დაუდო რომ აი დღეს იქ მიდიხარ რაღაცა ანუ კარგი განწყობა რო შეუქმნა. იმის დღის რიტუალებიდან კიდე კარგია რომ მასწავლებელმა ჩვენთან მაგას აკეთებენ რა. ძალიან ესე დაახვედროს კლასი რომ რაღაცა გაფორმებული იყოს. ხო, რაღაცა მაგალითად მერხებზე სახელებს აწერენ ხოლმე ჩვენთან რა სახელებს და გვარებს და იმის ადგილი აქ არის, იმის ადგილი აქ არის, იმის ადგილი აქ არის. ან კარზე შეიძლება გააკრან სახელები, ან მოხატონ ფანჯრები ისე რომ ბავშვისთვის ჯერ თვალს გაუხარდეს და ეგრევე რაღაცა კონსერვატიულ გარემოში არ შევიდეს და ფორმას მივესალმები მომწონს. მაგრამ აი როგორც იმაზე არა, ტანსაცმლის არჩევაზე სკოლასაც შეიძლება ქონდეს რაღაცა 2-3 ფორმა და იქიდან ბავშვმა გადაწყვიტოს რომლის ჩაცმა უნდა ამას ჩაიცნოს დღეს თუ იმას ჩაიცნოს. შემდეგზე გადავალ. გამახვილე ყურადღება მცდელობაზე. და არა 10-იანებზე. მაგას სულ აღნიშნ 10-იანებზე ხო. მაგას სულ ლაპარაკობთ ხოლმე რომ მცდელობა უნდა შეაქო. დიახ. ბოლო არის ემოციური უსაფრთხოება. აჰა. როგორ უნდა შევქმნათ ბავშვს აი წინასწარ ემოციურად უსაფრთხოდ რო იგრძნოს კლასში თავი და ესე ტირილი არ დაიწყოს. ზოგიერთ შემთხვევაში თუ კი ვხედავთ რომ ბავშვი манипуლირებს მაგით და რეალურად ეგ მოთხოვნილება არ აქვს, უბრალოდ იმისთვის ჭირდება რომ
თავისი ანუ თავის მიზანს მიაღწიოს, მაგ შემთხვევაში შეიძლება მაგის გამოყენება, დაჟე იმის გამოყენებაც კი შეიძლება, რომ რაღაც მომენტში გააკავო კიდეც რა. ond გაკავებას თავის ტექნიკა აქვს, ესე პროსტა დაიჭირო და შებოჭო და ხელი არ გაუშვა, ეგრე არ არის რა. ანუ ემოციურად უსაფრთხოდ უნდა იქცნოს თავი, მაგრამ თუ ხედავ რომ манипуლირებს, მაგ შემთხვევაში შეგიძლია გაკავების ტექნიკაც გამოიყენო. როგორ მოგცნობინოთ აბა ისე უსაფრთხოდ? კი მესმის აი წინასწარი მომზადებით, საუბრებით, მაგრამ აინც ეშინია რომ დედა არ მიაკითხავს, ან მარტო დარჩა და რაღაცა უცხო გარემოშია თან. მაგ შემთხვევაში დღეს გქონდა კაკრას, კი არა და ზუსტად ეგეთი შემთხვევა, როცა ბავშვი ძალიან ტიროდა რა, ანუ ძალიან განცდიდა, მას რომ დედასთან ან ძიძასთან დარეკვა უნდა და სახლში წასვლა უნდა და ეს იყო ტელეფონზე დავალაპარაკეთ. ორი ადამიანი ვიყავით მის გვერდით. რაღაცა ნახე მაგ დროს არის რომ მის დონეზე უნდა იყო, რაღაც ზემოდან არ უნდა დაყურებდე. მნიშვნელოვანია მაგ დროს ფიზიკური კონტაქტი რა. ანუ შეგიძლია არ უნდა ზედმეტში არ უნდა გადახვიდე, მაგრამ შეგიძლია მხარზე ხელი დაადო, ზურგზე ხელი დაადო. იმისთვის რომ იგრძნოს რომ უსაფრთხო გარემოშია შედარებით. თუ დარეკვა ჭირდება და საუბარი ან მშობელთან ან არ ვიცი მისახლობელთან შეგიძლია დაარეკინო და დაალაპარაკო რა. ოღონდ მანდაც ისე მკვეთრად უნდა გამიჩნო ის რისთვის აკეთებს ამას. მართლა ჭირდება ეგ და მართლა განიცდის თუ უბრალოდ манипуლირებს. მაგას ახლა პირველ ეტაპზე როდის манипуლირებს და როდის არა ესე აქედან ვერ გეტყვით რა აი ხა манипуლირებს თქვენ შულით. ეგ ინდივიდუალურია. ბავშვის ფიქრები მქონდა ისი ძალიან პატარად ჩამოწერილი აი შას ფიქრობს? ხო ამ დროს თქო. თუნდაც იქ ვინ დამხვდება რომ ივალ. რადგან არ იცნობს თუ არ იცნობს მასწავლებელს, თუ არ იცნობს კლასელებს. როგორი გარემო დახდება? მომეწონება ან მოვეწონები თუ არა ეს ფიქრები ხო შეიძლება გქონდეთ? კი, ან მიმატოვა დედა, სადღაც ამტოვა და მოვა სადარიან დედა, მამა. ან შევძლებ? აი ეს ფიქრები. ამ გავუმკლავდები? ეგ ცოტა ეს არის. სადაო? რამდენ ბავშვს აქვს? არა, სადაო არა, ანუ ცოტა უფრო მაღალ, ცოტა უფრო შემდეგ ასაკში შეიძლება იყოს ეგ რა. ხო, შეიძლება. და სირთულეებზე გადავალ და შევაჯამოთ მე. მეიდე. სირთულეები რაც არის ადაპტაცია გარემოსთან თქო? ხო, ადაპტაცია გარემოსთან არის ნომერ პირველი გამოწვევა სკოლაში მისვლისას. ადაპტაციის პერიოდი არის დაახლოებით, ну, ესე 2 კვირა საშუალოდ რა, მაგრამ მანდაც ინდივიდუალურად ვიღაცასთან შეიძლება 2 თვე გაგრძელდეს, ვიღაცასთან 9 საათი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადაპტაცია არის პირველი ეტაპი, რაც უნდა გაიაროს ბავშვმა იმისთვის, რომ სკოლა გახდეს მისთვის მისაღები რა. თუ მაგას ვერ გადის, და მანდ არის გაჭულობა რო არ ქონდეს რა, მშობელთან. იმიტომ თუ განშორება მშობელთან უჭირს, ადაპტაციის ნაწილი ძალიან გაუჭირდება სკოლაში. კი ბატონო, და სკოლის მხრიდანაც ხომ უნდა დახვდეს შესაბამისი გარემო, რომ მარტივად ადაპტირდეს. აი წეგან რაც თქვი, რომ პირველ დღეს მასწავლებელმა მორთოს კლასის აზე იმოds, ან რა ვიცი, კიდე 1000 აქტივობა არსებობს. მოდის, ეგრევე არ დასხას და ეხლა თქვენ ყველა მომისმენთ მე. მიმატება გამოკლებას სწავლ. ამოიღებს, რა ქვია, შეშის ნაპობს ვესვრი. ეგრე აღარ ხდება, მე მგონი არს. იმედი მაქვს არსად. ბავშვისთვის სირთულე იქნება ასევე დისციპლინა და ყურადღება. თუ მithumetes ბაღში ან და სახლში არასწავლიან ამ ყველაფერს. რუტინა თუ არ ქონდა? თუ რუტინას რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ეს ყურადღების კონცენტრაცია 30 წუთი ძალიან უჭირს. ამიტომ გაკვეთილი უნდა იყოს შესაბამისად დაგეგმილი, რომ ბავშვზე მორგებული რა. აი ამ სტრესის დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. თუ შემზადებული არ არის ბავშვი უკვე მივიდა პირველ კლასში და აი ახლა ამ სტრესშია რა. ვერ ადაპტირდება. იქ არსებულ პერსონალს, მათ შორის ფსიქოლოგებს, რო გეუბნებიან, რომ არ არის სასურველი ფანჯარასთან იდგე და იქიდან უყურო შენ ბავშვს, იმიტომ რომ გამაღიზიანებელია მისთვის. აშკარად პირადი გამოცდილებიდან ყვები. ხო, პირადი გამოცდილებიდან ყვები. მაგას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ რაღაცა ბავშვის ჯინი გჭირს და არ გვინდა რომ თავი უსაფრთხოდ იქცნოს. უბრალოდ ეგ არის დამატებითი სტრესორი,
და ბავშვი მაგ დროს ადაპტაციას გაცილებით უფრო ცუდად გადის. ან მაშინ როცა კლასში ზიხარ მასთან. ეს შეიძლება რომ მშობელი იწვდეს კლასში. შეიძლება. გამონაკლისს შემთხვევაში. ამიტომ ბაღიდან უნდა დაიწყოთ ხოლმე რა ეს ყველაფერი. თუ ეგ საჭიროა და დამოუკიდებლობის მაგასაც ვუშვებთ ხოლმე რა, თუ ხედავთ რომ საჭიროება დგას იმის რომ მშობელი ბავშვთან კლასში იყოს, ხო. მაგ გამონაკლისსაც ვუშვებთ. მაგრამ თუ ამის საჭიროებას ნამდვილად ხედავთ. უბრალოდ მე სხვა ბავშვები რას ფიქრობენ აი ამაზე. აპროტესტებთ მაგას რომ იმის დედა თუა, მე დედა ჩემი წმინდა რო იყოს, იმის დედა იმაიც წმინდა, მე წმინდა ერთი ტირილს დაიწყებს ყველა აყვება. ძალიან ისევ არჩევთ რა, ვის შეიძლება მართლა კონდეს მაგის საჭიროება. ვიღაცასთან შეიძლება ფანჯარასთან დგომის და ეხლა გვაქვს ეგეთი სიტუაცია ერთ ბავშვთან რა, ვიყენებთ ეგეთ შეთანხმებაზე წავედით რა. მშობელი ჯერ იდგა ფანჯარასთან, ეხლა არის დერეფანში, ოღონდ ფანჯრისგან მოშორებით ისე რომ ბავშვი ვერ ხედავს, მაგრამ კლასიდან თუ გამოვა დაინახავს. შემდეგი შეთანხმება არის ის, რომ იმაში შემოსასვლელში იქნება მშობელი, ისე რომ ბავშვი ნელ-ნელა მოაშორებს. ხო, ნელ-ნელა ვაცილებს რა. რა რთულია. ოღონდ მაგაში მშობელიც უნდა გამოყოს. ჩემი შვილი ტირის და მოდი ხა მე დავიწყები და ვიტირებ. არაფერი არ შეიცვლება მაგით. თუ გინდა საკუთარი გამოცდილებით და რაც გითხარი, აი ახლა დაიწყო თქვენთან სასწავლო წელი და რა სირთულეებს აწვდი კიდევ და მე დავასრულოთ. ადაპტაციის სირთულეებს დავაწყდით. მიჯაჭულობიდან გამომდინარე რაც თქვი, მით უმეტეს. არა მხოლოდ მიჯაჭულობიდან, მიჯაჭულობა კიდე დამატებით არის რა, თუ მიჯაჭულობა, ადაპტაცია კიდე უფრო რთულდება. ოღონდ ადაპტაცია მარტო მიჯაჭულობიდან ხო არ მოდის, არის სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა. ბავშვი შეიძლება ამ ბაღში არ ულია, ან არ უცი, შეიძლება ბაღში წულია, მაგრამ სოციალური ურთიერთობები ძალიან უჭირს რა, ან განაწილება უჭირს რაღაცა სათამაშოზე, ან რაღაცა ნივთის, ან მისი თვითშეფასება მშობლებმა იმდენად გაზარდეს, რომ რო ვერ განუმტკიცდება იგივე, მაგის გამო კონდეს პროტესტი. იმედგაცრუება, ფრუსტრაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდე რასაც ვხედავთ ხოლმე არის ის, რომ მშობლების მიდგომები განსხვავდება ერთმანეთისგან რა, დედა ერთეუნება, მამა ერთეუნება, ბებია ოჯახში. ხო. ან კიდე არის ის, რომ ჩვენ რასაც ვეუბნებით, რა მიდგომაც გვაქვს, ხო? ამ მიდგომას თუ მშობელი არ მიყვება ჩვენთან ერთად და თვითონ სხვა რამეს განუმტკიცებს ბავშვს, ხო? ეგეც ძალიან რევს და შესაბამისად ქცევა წირევა იმის. ჩემს ძველ ლექტორს ვუსმენდი. მართლა, რომელ ლექტორს? და მართლა კარგი რამეს ამბობდა მშობლებზე შენ რაც თქვი ახლა, რომ ხანდახანო მოყავთ შვილი, შემოგმიგდებენო კაბინეტში და ის რა ქვია, მოარჯულე კაია. და კაი იქნებაო, რომ პირველ რიგში მშობლები მოვიდნენ, კი. და თვითონაც რომ გაიარონ ეს ფსიქოთერაპიის კურსი იქნება თუ რაც იქნება. კი. ეგეც კი უშველის იმ შვილსო. ასე რომ ჩვენც ნახე, სკოლაში, ანუ მაგ მიმართულებით მაგ პრობლემებს. რა თქმა უნდა, მაგრამ მუშაობას როცა ვიწყებთ, პირველი არის მშობელთან სამუშაო რა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თუ პრობლემა დგას, პირველი უნდა დაიწყო მშობელთან მუშაობა. თუ მშობლის მიმღებლობა მაგ შემთხვევაში არის დაბალი და მე რა ქვია მედიცინის დოქტორი ვარ და ფსიქოლოგიაში დამერწმუნე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, თავდაჯერებული თუა ძალიან გიჭირს იმასთან მუშაობა რა. ალბათ ხშირია ხოლმე ეს შემთხვევა ოღონდ, ესე ვფიქრობ. და პლუს მაგას წეგან რას თქვი, ეგ არის, არ ვიცი, ალბათ 1% შეიძლება იყოს მშობლებისა, ვინც თან ხვდება და ერთნაირი მიდგომა აქვს იმასთან, ბავშვთან. ხო, ასე რომ მშობლებო გაითვალისწინეთ თუ ფსიქოლოგთან მიყავთ შვილი, ჯერ თქვენ გაიარეთ პატარა კურსი. აჰა. შეიძლება მაგანაც კი უშველო შვილს და თუ არა და როგორც წესი, მშობლების მიდგომა. ქცევა უნდა შეცვალოთ თქვენ თავში და შემდეგ უკვე ბავშვი. ისე რა ადვილია, სხვებს რო არიგებ ძალიან ადვილია რა. მაგრამ შენ რო გეხება? ჩვენ ესე მტკიცებით ფორმაში არ ვლაპარაკობთ რაღაცეებზე. ჩვენ რაღაცეებს ესე ჩვენებურად განვიხილავთ. ბოდიალობთ. ხო, ბოდიალობთ და არავის არ ვასწავლეთ არაფერს. უბრალოდ ჩვენ ისიც გუჯერა. ჩვენ რაც გვინდა შევცვალოთ ჩვენ თავში, გამოგვიწერთ და ცოტა უფრო იაქტიურებთ, ახალ თემებს შემოგვიგდებთ, რაზე შეიძლება საუბარი, თქვენთვის საინტერესო თემებს.
ზარისღილაკიც ჩართეთ თუ შეიძლება და სხვა სოციალურ ქსელებშიც გამოგვიწერეთ თუ კი გაინტერესებთ. ზარისღილაკი სუმა უწყდება. აი, რო არსებობს. ეგ რისთვის არის? იმისთვისა რომ გააგებინოს YouTube-მა ჩვენი ახალი ვიდეოების შესახებ. ამოუგდებთ ეს. აი, მაგისთვის მნიშვნელოვანია აუცილებლად ჩართეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. ჩაო, ჩაო.